გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება შიშის არქივში. დღეს ძალიან საინტერესო ისტორია აგირჩიეთ, მაგრამ სანამ წაკითხვას დავიწყებთ, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს ისტორია არის not safe for work, რაც ნიშნავს იმას, რომ disclaimer-ი. ამ ისტორიაში იქნება გამოყენებული ვულგარული ენა, დეტალებში იქნება აღწერილი სხვადასხვა ცუდი რაღაცეები, როგორიცაა ჰორორი, ბოდი ჰორორი, ძალადობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ვიდეო არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის და ადამიანებისთვის ასაკეთ 18 წელს ქვემოთ, ასე რომ გთხოვთ, თუ არ შეგიძლიათ მსგავსი რაღაცეების ატანა და არ ხართ 18 წლის, ნუ მოусმენთ ამ ისტორიას ისევ საკუთარი თავის გამო. Disclaimer-ის ტექსტი მჭირდება ოფიციალური, უნდა მოვეშვეს მე თვითონ რაღაცების მოგონებას, მაგრამ არც ძალიან ცუდი არ იყო მე მგონი. მოკლედ, მე გაგაფრთხილეთ. I'm excited. ისეთი თესლი ისტორია. მართალია მე უკვე გადავთარგმნეთ ერთ სამჯერ წავიკითხე, მაგრამ ახლა კი გადავეშვათ ჩვენს ისტორიაში. დღევანდელ ისტორიას კი ქვია აჭამე ღორს. დავიწყოთ. ნელა გავახილე თვალები. გაბრუებული ვიყავი და ყელში უხეშ ტკივილს ვგრძნობდი. ძალიან მწყუროდა. ეს იყო პირველი რაც შევამჩნიე. გამომშრალ ტუჩებს ვისველებდი, როცა გარემო ნელ-ნელა გამოიკვეთა. სხეული მტკიოდა და მივხვდი, რომ ეს იმიტომ იყო, რომ ცარიელი ოთახის შუაგულში ლითონის სკამზე მჭიდროდ ვიყავი მიჯაჭვული. ცარიელი ბეტონის კედლებს მხოლოდ რაღაც ლაქები და ჭუჭყი ესვა. შიშველი ფეხების ქვეშ არსებული იატაკი კი ცივი და ოდნავ სველი იყო. ოთახს ერთი ნათურა ანათებდა, რომელიც ჭერიდან თოკიდან ეკიდა და მოძრავ ჩრდილებს ქმნიდა. ჩემს წინ ღია კარი იყო, მაგრამ დერეფნის კედლის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ვცდილობდი აზრზე მოვსულიყავი. გამეხსენებინა როგორ მოვხვდი აქ. თვალები დაახუჭე და თავს ვაიძულე, პანიკაში არ ჩავარდნილიყავი. სუნთქვა შევანელე და გონება მოვიკრიბე. სასოწარკვეთილი ვცდილობდი გამეხსენებინა როგორ მოვხვდი აქ. არაფერი მახსოვდა. თვალები გავახილე და ამოვისუნთქე. ჩემი ყელი ტკივილისგან ფეთქავდა. კარის მიღმა დერეფნის კედლებზე არეკლელი ხმები მესმოდა. ყვიერილი, ხმაური, ღრიალი. ყველაფერი ძალიან შორიდან ისმოდა, მაგრამ ამის გამო ნერვების დამშვიდება არ გამიოლებია. გამარჯობა! დავიყვირე. სიტყვა ხმის იოგები დამიგლიჯა. ტკივილისგან კერდი შემეკუმშა, მაგრამ ხელა მოვიშორე და ისევ ვიყვირე. ვინმე არის აქ? გამარჯობა! ნელ დერეფანში მუდმივი ექოს გარდა მხოლოდ სიჭუმეს უფევდა. პირი დავხურე და კვანძებისგან თავის დაღწევა ვცადე, მაგრამ თოკი წარმოუდგენლად მჭიდროდ იყო გაკვანძული. ვებრძოდი ჩემს წარმოსახვას, რომელიც გონებას საშინელი სცენარებით მიწენიდა იმის შესახებ, თუ რა მელოდებოდა წინ. ნეტავ შემეძლოს გახსენება. უცებ კარის მიღმა ფეხის ნაბიჯების ხმა გაისმა. პატარა ფეხების სწრაფი ჩქარი ნაბიჯების ხმა. იმედი გამინახდა და ყურადღება კარს მივაყარი. ლოცულობდი, რომ ეს დახმარება ყოფილიყო. ოთახში პატარა ბიჭმა შემოირბინა, რომელიც წითელ კომბინეზონში იყო გამოწყობილი. ფეხის ძირებზე კი რაღაც ჰქონდა აკრული. მას სახეზე პლასტმასის ეშმაკის ნიღაბი ეკეთა. ნიღბის ნახვრატებიდან უზარმაზარი ლურჯი თვალები მოჩანდა, რომლებიც ცნობის მოყარეობით იყო სავსე და ჩემზე მოპყრობილი. შეწმუნებულმა სალაპარაკოდ პირი დავაღე, მაგრამ სწორედ ამ დროს შევამჩნიე, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მისი თვალები უზარმაზარი, წარმოუდგენლად მრგვალი და თვალის ღრუბეებიდან თითქმის ამოვარდნილი იყო. ამის შემჩნევამ თმა ყალყზე დამიყენა, მაგრამ თავი შევიკავე. ამ ბავშვს შესაძლოა ჩემი გათავისუფლება შეძლებოდა. ჰეი, უჩურჩული სასოწარკვეთილად. ჰეი, ბავშვო! შეგიძლია აქედან გამომიყვანო? ბიჭი ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. თავს აქეთ-იქით აგდებდა, მაგრამ დუმდა. სკამზე მჭიდროდ შეკრული ხელების გამოძრაობა ვცადე. გამათავისუფლე, გთხოვ, მე აქ არ უნდა ვიყო. ეს რაღაც შეცდომაა. ბიჭმა უცნაური ნიღბის მიღმა შემათვალიერა და ზუსტად ჩემ წინ შეჩერდა. ახლოს გადმოიხარა და ჩამჩურჩულა. ხმა სველი აბრეშუმებით ჰქონდა. შენ ცუდი ლამე გააკეთე. დაბნეულმა თავი გავაკნიე. არა, ეს შეცდომაა. მე არაფერი გამიკეთებია. ბიჭის უზარმაზარი ლურჯი თვალები უცებ სევდით აივსო. სენ ძალიან ცუდი ლამე ჩაიდინე.
კлаუნ მკვეთრად გავაკნიე თავი. არა, ბოდიში, არ მახსოვს არაფერი. უბრალოდ გთხოვ, ამ სკამიდან განმათავისუფლე. უცებ სანამ რომელიმე ჩვენგანი სიტყვის თმას მოასწრებდა, ოთახში კაცი შემოიჭრა, ძალიან მსუქანი. მასაც კომბინეზონი ეცვა და მჭვავე სახე მძვინვარე რისხვისგან დაჭყლეტოდა. ხელში ლულა გადაჭრილი თოფი ეჭირა. მე არაფერი გამიკეთებია, მოუთქვამდი, როცა მან ჩვენკენ გამოიწია. მათ ჩამწყდარი ვაგრძელებდი. მე აქ არ უნდა ვიყო. დიდმა კაცმა ყურადღება არ მომაქცია. პატარა ბიჭს ჩაავლო ხელი და კედელთან ძლიერად მიეგდო. ბიჭი ტკივილისგან გაიქმინა. როცა ზურგით ბეტონს შეასკდა და თვალები ნელა გიგანტურ კაცს გაუსწორა. უხმოდ კაცმა ბიჭს შუბლზე თოფი მიაბჯინა და ტვინი გაასხმევინა. სისხლიანი ნარჩენები კედელს შეესხა. შოკმა კი მუცელში რკინის მუშტის დარტყმასავით დამიარა. ყურებში ზუზუნი ამივარდა და დრო თითქოს შენელდა. როცა შიშით ახსავსე თვალებით უყურებდი, ბიჭის უთავო სხეული კედლიდან მიწაზე ნელა როგორ ჩაიკეცა. ძლივს როგორღაც ღრმად ჩავისუნთქე და დროს თითქოს თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ღმერთო ჩემო! დავიყვირე. ხელებს თოკებს უხახუნები და უცნობდი თვალები საშინელი შოკისგან როგორ გამიფართოვდა. ეს რა ჭირდება? კაცმა ჩემს ყვირელს ყურადღება არ მიაქცია. დაიხარა, ბიჭის სხეული აიღო, ცხედარი მხარზე გადაიკიდა და კარიდან გავიდა. უცებ დერეფანი ბოროტი სიცილით აიფსო. ხმები სიხარულისგან მანიაკალურად ღრიალებდნენ. ხმაური გამაყრუებელი იყო და აბსოლუტურმა ტერორმა მთელი ჩემი სხეული მოიცვა. თვალები დაუხუჭე. რამდენიმე წამის შემდეგ სიცილი მიწყნარდა და ფრთხილად გავახილე. ვერ ვიჯერებდი რის მოწმეს ახლახანს გავხდი. გამარჯობა. შევხვდი როცა გავაცნობიე რომ ჩემ წინ სხვა კაცი იდგა. მას უბრალო თეთრი ღილებიანი პერანგი და ჯინსი ეცვა. ყავისფერი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და როგორც ჩანდა 30-ს გადაცილებული იყო. მისი მწვანე თვალები უფერული და უსულო იყო. სავსე ტუჩები კი კუთხეებში ჩამოწეული ჰქონდა. რა ხდება? სად ვარ? ვიყვირე. შიშისგან მუცელში ისეთ ტკივილს გრძნობდი თითქოს სისხლი მიდუხდა. კაცმა ხელები გადააჯვარედინა. მაშ შენ ახალი ხარ. მან თავი გააქნია. შენ ნაირები მაღეზიანებთ. კითხვები ტუჩებზე მასკდებოდა, მაგრამ მან ხილის მკვეთრი მოქნევით გამაჩერა, რომელთაც ჰაერი გაჭრა და ჩემს მდუმარებას ითხოვდა. კბილებზე ენა გადაისვა და დამცინავად ჩაილაპარაკა. ისეთი სახე გაქვს თითქოს აქაური საშინელებები უკვე გინახავს არა? თვალებში გიტყობა. შეშინებული ხარ. რაღაც უკვე ნახე არა? ახლა როცა უკან იყურები, ისეც უდოდ აღარ გეჩვენება ყველაფერი, ხო მართალია? აქ 5 წუთი არაც ხარ და უკვე შარვალში ჩაისვარე. სად ვარ? ამოვიგმინე. ვეღარ მოვითმინე. რა გინდათ? კაცმა ხელები ზურგს უკან გადააჯვარედინა. ნიძლავს დავდებ რომ აქედან წასვლა გინდა არა? შენ სახლში, ოჯახთან, ყველაფერთან დაბრუნება გინდა. გთხოვთ! შევაწყვეტინე. რაც არ უნდა დამეშავებინა თქვენთვის. ბოდიში, მართლაც მოხვალ, მაგრამ არაფერი მახსოვს. კაცმა თვალები აადრიალა. შენ ჩემთვის არაფერი დაგიშავებია. ეს შენ საკუთარ თავს გაუკეთე. მართლა არაფერი გახსოვს? თავი გავაქნიე და ვიგრძენი როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით, თხევადი შიშით. კაცმა ზეზღი ჩემომხედა. მოიცადე სანამ შენი ცოლი სამსახურში წავიდო და მერე საკუჭნაოში გახვედი და თავი ჩამოიხრჩე. შენ მკვდარი ხარ. ბოლო მოგონება გონებაში ჭაობიდან ამოსული მონსტრებით ამოცურდა. თვალები გამიფართოვდა. რაც არ უნდა მდომოდა ამის უარყოფა ის მართალი იყო. მე თავი მოვიკალე. ამ ამბავმა ტვინში ისე სწრაფად გაიელვა, როგორც ჩქაროსულმა მატარებელმა და თავბრუდა მახვია. სხვათა შორის მე დენი ვარ. მითხრა კაცმა, ჩემი შოკირებული სახე კი არაფრად ჩააგდო. და აქ მეორე ნომერი ვარ. ორიენტაციის პროცესს მე ვხელმძღვანელობა. მინდა რაც შეიძლება სწრაფად მოვჭეთ, რადგან ხელში მაქვს ამოსული ამ ყლეობის თქვენარი საცოდავი თვითმკვლელებისთვის გამეორება. სანამ დავიწყებ, ერთი კითხვის დასმის უფლება გაქვს. ზემოდან დამყურებდა და მეც მთელი ძალით ვცდილობდი აზრები ერთმანეთთან შემეთავსებინა. ეს ყველაფერი საშინელება იყო. რატომ მოვიკალი თავი? ვებრძოდი ბურუსსა და პანიკას და გაუგებრობის ნისლი ნელ-ნელა იფანტებოდა. სამსახურიდან გამომაგდეს. დიახ, სწორედ ეს იყო დასაწყისი. თვალები მოუჭუტე და ძალა დავატანე საკუთარ თავს, რომ მეტი რამ გამეხსენებინა. სამსახური დაავკარგე და სახლსაც ვკარგავდი. ჩემმა ცოლმა ტესმა გაიგო ეს ყველაფერი და ჩემს მიტოვებას აპირებდა.
გამოსავალი არ მქონდა, არანაირი არჩევანი არ მქონდა. სამსახურიდან მოულოდნელად გამოთავისუფლეს და დიდი თანხა არ მქონდა დანაზოგში. მალე უსახლკარო გავხდებოდი და ჩემს ცოლს ამის გამო ვწუხდი. კიდევ რაღა იყო? ხო, სწორია, ის მღალატობდა. ერთ ღამეს სანამ ეძინა, მის ტელეფონში შეტყობინებები ვნახე და ჩემი ეჭვები დადასტურდა. ჩემი ცხოვრება კოშმარად იქცა და გამოსავალი აღარ მქონდა. შეურაცხყოფ ფილმმა და შერწყმენელმა გადავწყვიტა, რომ სიკვდილი ჩემი ერთადერთი გამოსავალი იყო. ოე, გამოსირებულო, კითხვა გააქვს თუ არა? მითხრა დენიმ და თითების სახეს წინ გამიდგაცუნა. უცბად რეალობაში დაუბრუნდი და ერთადერთი მნიშვნელოვანი კითხვა დავუსვი. ეს ჯოჯოხეთია? დენიმ ცხვირით აგრესიულად შეისუნთქა. თქვენ ყოველთვის ამას მეკითხებით. ჩემს წინ ბოლთასემა დაიწყო. არა, ეს ჯოჯოხეთი არ არის, 64-ც არ არის. ეს შავი ფერმაა. და არა, სახელი მე არ დამირქმევია. ეს ის ადგილია, სადაც ღმერთი იმ სულებს გზავნის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე თავად დაასრულეს. სუიციდისტები. საქმე იმაშია, რომ მან არ იცის რა უყოს თქვენნაირებს და არც ეშმაკმა იცის. არსებობენ ნამდვილად კარგი ადამიანები, რომლებიც თავს იკლავენ. ზედმეტად სისასტიკე იქნება, რომ ერთი სისუსტის გამო სამუდამოდ ჯოჯოხეთში გაგზავნოს. პირადად მე ფიქრობ, ღმერთი და ეშმაკი უბრალოდ დაიღალნენ ამაზე კამათისგან და ამიტომ ისინი მათ აქ აგზავნიან, შავ ფერმაში. ღმერთმა შექმნა ეს ადგილი? კითხე სულ უფრო და უფრო დაბნეულმა. დენიმ იატაკზე დააბო. თან იცინოდა. რა თქმა უნდა, მაგრამ მასზე კონტროლი დაკარგა, როცა მართლად ღორი დანიშნა. რა არის ღორი? კითხე, თუმცა არც კი ვიყავი დარწმუნებული, რომ პასუხის გაგება მინდოდა. გაღიზიანებულმა აღმართა ხელი. ნეტავ დამაცდი, რომ დავამთავრო. ღმერთმა ეს ადგილი უხსოვარი დროის წინ შექმნა. უფროსად ღორი დატოვა და მერე ცოტა ხნით მიივიწყა. ხო და როცა ზურგი აქცია, ღორმა გადაწყვიტა. თავისი ახალი ძალაუფლება გამოიყენებინა და საკუთარი პატარა სამყარო შეექმნა. ეს ქაოსი, რასაც გარშემო ხედავ, იმ ექსპერიმენტის დაშლილი ნარჩენებია. შავი ფერმა ოდესღაც ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ ღორს სხვანაირად უნდოდა, მას საკუთარი ხედვის რეალობად ქცევა სურდა. ეს ხალხი, რომელსაც ხედავ, ეს მონსტრები, ისინი ღორის მცდელობებია, შეექმნა ფუნქციური სიცოცხლე. ღმერთის დედამიწის მსგავსების ნაცვლად ეს მუტანტი საშინელი ქმნილებები ცოდვებით და სიძულვილით არიან სავსე. ისინი აქ თავის ნებაზე დათარეშობენ, დაუსჯელად. ეს ადგილი სრული ქაოსია. შავი ფერმა მოჩვენებებისა და მონსტრების ცირკია და ამიერიდან უკვე შენი მარადისობაც. შიში მუცელში სქელი ზეთივით მიდუღდა. არა, ეს ჩემი დასასრული ვერ იქნებოდა. მე მსგავსი რამეების არ მჯეროდა. ეს რეალური არ იყო. მალე გამეხუძებოდა და გავაცნობიერებდი, რომ უბრალოდ საშინელ სიზმარში ვიყავი. ასე უნდა ყოფილიყო. დენი ჩემ წინ დადგა და მსუბუქად შემომარტყა ლოყაზე. ჰეი, ისტერიკაში ნუ მივარდები, ჯერ არ დამთავრებია. ძრემლიანი თვალები აუწია და გაუსწორე. დენიმ გაიღიმა. ყოველთვის შეგიძლია ღორს აჭამო. ფილტვებიდან დამწვარი ორთქლივით ამომხდა. რას გულისხმობ? დენიმ ხელები გაშალა და ისევ გაიღიმა. არაფერს არ გულისხმობ, უბრალოდ უნდა აჭამო ღორს. ამას თუ იზაო, არსებობს შანსი, რომ უკან ძველ ცხოვრებაში დაგაბრუნოს. და რა მოხდება თუ ამას არ გადაწყვეტს? ძლივს ამოვილუღლუღე. ჯოჯოხეთში გაგიშვებს. ასე რომ თუ მონეტა გაქვს, აგდე, დარჩი ჩვენთან, ან აჭამე ღორს. თუ დარჩენას აირჩევ, გაგიშვებ, გარეთ გაგიშვებ. გამან და გარისკენ მემანიშნა. მაგრამ გარწმუნებ, რაც დერეფნის ბოლოს გელის, მოდი ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთი მაგდენად უარესი არ იქნება. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ვცდილობდი ყველაფერი გამეაზრებინა. რატომ არ უნდა მეცადა, რომ მეჭმია ღორისთვის? რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მნიშვნელობა. თუ იმედი არსებობდა, თუნდაც მცირედი, მე მას ხელიდან არ გავუშვებდი. მარადისობა უნდა გავატარო ამ ადგილას, შავ ფერმაში, ან ჯოჯოხეთში მოვხვდე, ან ღორს ვაჭამო. უკან დაბრუნების შანსისთვის ყველაფერზე წავიდოდი. ჩემი პრობლემები ამ კოშმართან შედარებით არაფერი იყო. სანამ რამეს ვიტყოდი, დენიმ ხელი ასწია. მოსაფიქრებლად ცოტა დროს მოგცემ. მოგვიანებით დაუბრუნდები. მინდა რომ ვაჭამო ღორს. დავიღრიალე. რადგან აღარ მინდოდა თუნდაც კიდევ ერთი წამი გამეტარებინა ამ საშინელ ოთახში. დერეფნიდან ქალის კივილი მესმოდა. მისი კივილი უფრო
უფრო და უფრო ძლიერდებოდა რაღაც ხორცის დაბეჟვის მსგავს ხმასთან ერთად. მწოვედ უსუნთქავდი და ყელი მეწვოდა. დენი მხმები შენიშნა და ჩაიღიმა. საკმაოდ საშინლად ჟღერს არა? თქვა მან ნაზად, როცა ქალს განწირული კივილწივილი აგონიური ტანჯვისგან ეხლიჩებოდა. რაღაც ისევ ძლიერად ხვდებოდა, ხორცის დაბეჟვის ხმამ კი ჩემი წარმოსახვა საშინელებების კორიანტელში ჩაძირა. გემუდარები, სულ მოუთმელად ამომხდა. უბრალოდ მომეცი უფლება ვაჭამო ღორს. აღარ მინდა აქ დარჩენა. დენი გატრიალდა. მაგვიანებით დავბრუნდები. ისე ამოვნე მარტო ყოფნით. კარგად დაფიქრდი შენს მდგომარეობაზე. აწონდა შენი არჩევანი და გახსოვდეს. აქ საკუთარი თავად ამოყავი. თქვა და გაუჩინა. ბნელ ოთახში მარტო დამტოვა. სახეზე ცრემლები გაუჩერებლად ჩამომდიოდა. ქალის განწირული კივილწივილი და ღრიელი საათობით არ გაჩერებულა. ერთ მომენტში ძილბურანში ჩავარდი. ოთახის სიბნელი თითქოს ზედ დამაწვა და თვალები თავისით დამეხუჭა. მთელი სხეული მდგიოდა. ყელი კი თითქოს ცეცხლის რგულში მქონდა მოქცეული. წყურვილი ყელს ბასრი მინასავით მიგაწრავდა. ტუჩები დანაოჭებული ქაღალდივით მქონდა. თავს ბაგაბუგი დოლივით გასდიოდა. ოთახი თვალწინ მიბუნდოვდებოდა და გონება იმ საშინელ ხმებს უბრუნდებოდა, რომლებიც არასდროს ჩერდებოდა. გონება დაბინდული მქონდა და ვერც კი შემომჩნია, როგორ შემოხუხდა ოთახში რაღაც. სანამ ცერა თითში მწვავე ჭყლეტა არ ვიგრძენი. ტკივილისგან შევიდრიგე და გამოვფხიზლდი. ჩემი შიშველი ფეხი ტკივილის ალში გაეხვა. ვიყვირე და მოძრაობა ვცადე, მაგრამ კვანძები მაგრად მაკავებდნენ. ოთახი კვლავ გამოიკვეთა და ტკივილისგან თვალები დავხუჭე, როცა ვიგრძენი, როგორ მოთქრიალებდა სისხლი თითებს შორის. ტკივილის წყარო საპონელად ძირს დავიხედე და ვიგრძენი ყვირილი როგორ მოხოხავდა ყელში. პირდაპირ მე მომჩერებოდა უხელო კაცი. იატაკზე ჭიასავით ცრიალებდა. მისი მელოდი თავი კი ნახევრად შეხორცებული ჭრილობებით და ჭუჭყით იყო სავსე. ფეხები ეკლიანი სადენით ჰქონდა შეკრული, რის გამოც სამოძრაო სხეულით ხოხვა უწევდა. მისი თვალები უკუთუთო და გაფართოებული იყო, ორი სისხლიანი თეთრი სფერო, რომელიც დამშეული ინტენსივობით მომჟტერებოდა. ვილები ამოცლილი ჰქონდა და ამის ნაცვლად გრძელი ხრახნები ჰქონდა ჩასმული, რომლებიც სისხლიანი ღრძილებიდან გამოჩრილი იყო, როგორც დატეხილი კლდოვანი წარმონაქმნი. მისი კისერი ჯაჭვის საბელზე იყო შეკრული, რომელსაც იატაკიდან ღია კარამდე თვალი გავაყოლე. საბელის ბოლოში მაღალი შიშველი კაცი იდგა. მისი სხეული სრულიად უთმო და მოთანთლული იყო. ისიც ისეთივე ფუფხებით იყო დაფარული, როგორც მისი შინაური ცხოველი. თავზე ჭუჭყიანი ტომარა ჰქონდა ჩამოცმული, რომელიც სახის ნაკვთებს მალავდა. გარდა ერთი წითელი თვალისა, რომელიც ქსოვილის უხეშად გაჭრილი ნახრეთიდან შემომცქეროდა. ჩემზე მოშტერებული თავის ამდგარასოს ეხებოდა და მძიმედ და ხარბად სუნთქავდა. როცა უხელო კაცი ისევ ჩემსკენ გამოიწია, მისმა პატრონმა მასტურბაცია დაიწყო. ვიღრიალე, როცა ხრახნებით სავსე პირით ისევ ჩამაფრინდა და ჩემმა ღრიელმა როგორც ჩანს შიშველი კაცი კიდევ უფრო აღაგზნო. მომშორდი, გაჩენდი! ვიყვირე შეძრწუნებულმა. ვცდილობდი თავში ფეხი ჩამერტყა და თან მაქსიმალურად ვერიდებოდი მის ბასრ მეტალის ხრახნის კბილებს. ქუსლი თავში ჩავარტყი და ღრიალი აღმოხდა, როცა სახე იატაკს დააწყვიტა. ტომრაში გახურული კაცს სიამოვნების კვნესა აღმოხდა და მაშინვე გავტრიალდი, როდესაც შავი ნისლი გადმოესხა იატაკს. ჯაჭვის ჭყრიალის ხმის გაგებისთანავე უკან მოვტრიალდი. დავინახე როგორ მიდიოდნენ ორივე. უხელო კაცი კისერზე მობმული ჯაჭვით კარიდან გაათრია. შევხედე იმ ადგილს, სადაც ტომარა ჩამოცმულმა კაცმა გაათავა და მკვდარი ჭიანჭველების გუბე დავინახე. საკუთარ თავზე დავირწყე. ფენებად, სქელი, საჭმლის ნახევრად გადამუშავებული ნაჭრების სავსე ნაღველი და ლორწო. გამიყვანე დაკედან! დავიყვირე და თან ნარწყევი ჩამომდიოდა ნიკაპზე. არ არის აქ ჩემი ადგილი! მესმოდა როგორ გადიოდა ის ორი კაცი დერეფნის ბოლოსკენ. ჯაჭვების კარონის ხმას ბეტონზე მძიმე ხორცის გათრევის ხმა თან ახლდა. ისევ დავიყვირე, მაგრამ ვიცოდი, რომ არავინ მოვიდოდა დასახმარებლად. იატაკზე ნერწყვი და ნაღველი გადმოვაკურთხე, რომ პირიდან სიმჟავე მომეშორებინა. თავს ძალა დავატანე, რომ როგორმე დამშვიდებულიყავი. ეს ადვილი არ იყო. ცოტა ხანში ისევ გავიგე ვიღაცის მოახლოების ხმა. სასოწარკვეთილ სიმშვიდეში ვიყავი ჩაძირული. გონება ბნელი უიმედობის ცარიელი ტილო იყო.
მაგრამ ხმაურმა ტრანსის მსგავსი მდგომარეობიდან გამომიყვანა. ელის კუნთები დიდი ხნიანი შეკავებისგან მეწოდა და სასოწარკვეთილი ვცდილობდი მათ განთავისუფლებას, რათა მზად უყოფილიყავი იმ საშინელებისთვის, რაც კარში შემოვიდოდა. ნაბიჯების ხმა ახლოვდებოდა. შემდეგ კი ოთახში ქალი შემოვიდა. ის კართან შეჭერდა და შემომხედა. ცალი თვალი ეკლდა, რომლის ნაცვლად თავის ქალაში ბნელი, გამოქვაბულივით ღრმა ნახრედი იყო. თმა აბორდული და ველური ჰქონდა, ავისფერი, დავიწყებული ბუდის მსგავსი კვანძების გროვა, კანი ფერმართალი და ჯუჭყიანი, ტანსაცმელი კი გაკუცული. ვერ ხვდებოდი, რამდენი წლის იყო, მაგრამ მის ერთადერთ კარგ თვალში წიგნეულობა იკითხებოდა. კიდევ ფიქრობ? კითხა მან ხრენწიანი და მყიფე ხმით. რა? მან ერთი ნაბიჯით ახლოს მოიწია. ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე ხორ საჭამო თუ არა? ხილად შევხედე. ვაჭმევ, შენ ვინ ხარ? რა გინდა? ერთ დროს მე შენს ადგილას ვიყავი. გამან. ცდილობდი ჩემი ბედი გადამეწყვიტა. ვერ ვიჯერებდი, რომ სწორედ ეს ხდებოდა. რაც ჩვენი სიკვდილის შემდეგ მოდის. ეს არ იყო ის, რასაც მასწავლიდნენ. რელიგიას ამ ადგილის შესახებ არაფერი უთქვამს. კითხვის დასვამდე კვლავ მოსინჯი ჩემი კვანძები. შენც თავი მოიკალი? ჩემნაირი ადამიანი ხარ? ერთ-ერთი მათგანი ისეთი ქმნილება არ ხარ? ამოიხრენცა. ოლი მეკუმშება, რომ გიწევს ამის კითხვა, თუმცა შეეხო ნახრეთ, სადაც თვალი არ ჰქონდა. თუმცა შენ სიფრთხილეს ხვდები. ო, მე სუიციდისტი ვარ. აქ ძალიან დიდი ხანია ვარ, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. გადავწყვიტე ბედი მეცადა. თავი გარისკენ ვანიშნე. იქ გარეთ რა არის? ეს ყველაფერი რა არის? მან ძიმე დამოიოხრა და კედელს მიეღრნა. ამ ადგილის აღწერას ვერც კი ვიწყებ. ეს არაფერს გავს, რაც კი უდეს მე გინახავს. დერევნით გადიხარ იმაში და ნერწყვი გადაკლაპა. უნდა ნახო, რომ მიხვდე. რამდენად ცუდია, რატომ ტანჯავენ და კლავენ ერთმანეთს ეს მუტანტი ადამიანები? კითხე მე, მან თავი კედელს მიადო. ამ ადგილის სრულიად აღსაქმელი წლები დაგჭირდება. წლები, რომლებიც არ გაქვს. ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღო. დარცი აქვს, ან ატამოღორს. მეუბნებიან, ჯოჯოხეთი ამაზე უარესია. მაგრამ ბევრად უარესი ვერ იქნება. მონსტრები და სუიციდისტები დაძრწიან შავფერში. კლავენ, აუპატიურებენ, აწამებენ. შემდეგ იღუძებენ და ფიქრობ, რამდენ ხანს გაძლებს, სანამ რამე სხვა არ მოგკლავს. ეს დაუსრულებელი წრეა. მას რატომ დარჩი? დაჟინებით ვკითხე. რატომ არ აჭამე ხორს? არც კი ვიცი რას ნიშნავს ეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებდი უკან დაბრუნების შანსისთვის. აქ ვერ დავრჩები. მე უბრალოდ ვერ შევძლებ. მან სევდიანად გამიღიმა. რატომ ავიცი ეს? სინამდვილეში მარტივია. მე მშიშარა ვარ. მშიშარა ვიყავი სიცოცხლეშიც და მშიშარა ვარ სიკვდილის შემდეგაც. როცა საქმეზე მიდგა, როცა მომენტი დადგა, აქ დარჩენა ავირჩიე. არ ვიცოდი რა მელოდა გარეთ. ეს ჩემი შიშის მიერ შთაგონებული მარტივი არჩევანი იყო. რა არის ღორი? რას გიშვება? არ ჩერდებოდი. ის მოულოდნელად შემობრუნდა გასასვლელად. შიშობ, ეს თავად უნდა გაარკვიო. მაგრამ გავფრთხილებ. კარგად დაფიქრდი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ. ზოგჯერ შიშის გადატანა უკეთესია, ვიდრე მარადიული დანჯვა. იყავი მამაცი. რა ვქნა? ვიყვირე და სკამზე ვგანკალებდი, როცა ის კარში გადიოდა. შეყომდა და მხრიდან გადმომხედა. თვალი სწრაფად მოვალო გარემოს და დაიჩურჩულა. აჭამე ხორს. და გაუჩინარდა. ლავდომილში ჩავიზირე. გონება ციბრუტივით ბრუნავდა და საწუწარკვეთილი ვცდილობდი გამოსავალი მეპოვა. ჯერ კიდევ სრულიად ვერ ვაცნობიერებდი რა მდგომარეობაში ვიყავი. ეს ყველაფერი მეტისმეტად აუტანელი იყო. სიკვდილის მიღმა სამყარო ასეთი არ უნდა ყოფილიყო. არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ არა ამ კოშმარს. კითხვები გონებაში ისე მეხეთქებოდა, როგორც ცივი ტალღები ჩასაძირად განწირულ გემს. როგორ უნდა გამეკეთებინა არჩევანი, როცა არც კი ვიცოდი ჩემს ქმედებას რა მოჰყვებოდა. ეს ადგილი, შავი ფერმა. აქ ვერ დავრჩებოდი.
მაგრამ რა მოხდებოდა ჯოჯოხეთში რომ წავსულიყავი? რა მოხდებოდა უკან რომ არ დავებრუნებინე? გახურებული ტაფიდან პირდაპირ ცეცხლში აღმოჩნდებოდი. ჩემი არსებობა სამუდამოდ განწირული იქნებოდა უსასრულო ტანჯვისთვის. აქ ჩემნაირი ადამიანები იყვნენ, სუიციდური განწყობის მქონე. აქ მხოლოდ მონსტრები და დასახიჩრებული მკვლელები არ იყვნენ. იქნებ შემეძლო რომელიმე მათგანთან ერთად სათმე დავმალულიყავით. რამენაირად ასატანი არსებობა შეგვიკოწიწებინა. ეს ნამდვილად აჯობებდა ჯოჯოხეთში მოხვედრას. არა, ჩემს მარადისობას ასე არ გავატარებდი, ამას არ დავუშვებდი. თუ არსებობდა იმედი, თუნდაც იოტისოდენა, მე მას ჩავეჭიდებოდი. არ მინდოდა იმაზე ფიქრ თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. არ მინდოდა ეჭვებს ვეწამებინე. მე ვაჭმევდი ღორს და მივიღებდი იმას, რაც იქნებოდა ჩემი ბედი. საბოლოო ჯამში სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. მე ვაჭმევდი ღორს. ჰეი! გამარჯობა! დენი! დავიყვირე, თან სკამზე ვკანკალებდი. გადაწყვეტილება მივიღე, დენი! რამდენიმე წამის შემდეგ დერეფანში ჩემკენ მომავალი ნაბიჯების ხმა გავიგე. გარში დენი გამოჩნდა. სახეზე გაღიზიანება იტყობოდა. გადავწყვიტე, თქვი მე. ვაჭმევ ღორს. როგორც შანს ჩემი წასვლის შემდეგ ამაზე ბევრი გიფიქრია, თქვა დენიმ სარკასტულად. შენც იგივეს გააკეთებდი ჩემს ადგილას. დენი ჩემს უკან მოვიდა. მე შენს ადგილას ერთხელ უკვე ვიყავი და სხვანაირად ავირჩიე. თვალები გამიფართოვდა. შემდეგ კი დენიმ თვალებით ხელი ნაჭრით ამიხვია და ხედვა წამართვა. აირის ხარბად ჩასუნთქვა დავიწყე, მაგრამ ყოველი ჩასუნთქვა ჩემს ფილტვებში მაინც სიცარიელის შეგრძნებას ტოვებდა. ვიგრძენი, როგორ გადაჭრა კვანძები დენიმ და სკამიდან განმათავისუფლა. ჩემმა სხეულმა შვებით ამოისუნთქა, როცა დაჭემული კუნთები მოეშვა. ხელების გათავისუფლებასთანავე მხრებში გავსწორდი და სიამოვნებისგან ამოვიოხრე. თითები ფერდებში ჩავიჭირე და გავიწელე. ჩემ ზულებს კი ბედნიერებისგან ტკაცად ყუცი გაუდიოდათ. დახვევი არ მოიხსნა, გამომყევი. მითხრა დენიმ და წამომაყენა. ეხებზე წონა რომ გადავიტანე, მაშინვე ბარბაცი ამიტყდა. ბარძაყები კი ხანგრძლივი უძრაობის შემდეგ მიკანკალებდა. ხელის წინ ბრმად ცეცების შემდეგ დენის მხარზე ხელი ჩავაოლე. მასზე ხელდაყრდნობილმა გამიყვანა ოთახიდან. როგორც კი დერეფანში შევედით, უცებ ისეთი ხმები გავიგე, რომლებიც აქამდე არ მესმოდა. ლითონის ჭყარონის ხმა, ანგრძლივი, ხორცის მგლეჯავი მსგავსი ხმა, ვიღაცის ღებინების ხმა. ყურებში შემავალი საშინელი ხმები ცოცხლდებოდნენ და ჩემს წინ არსებულ სიბნელეში წარმოუდგენელ საშინელ სცენებს გათავდნენ. დენის მხარს უფრო მაგრად ჩავეჭიდე. მის უკან მივჩანჩალებდი. გული კი გამალებით მიცემდა. ვზნობდი, რომ რაღაც ჩვენს კვალდაკვალ მოდიოდა, მაგრამ დენის, როგორც ჩანს, არაფერი შეუმჩნევია. ან თუ შეამჩნია, არა დარდებდა. ხორცი ბეტონს მიენარცხა ჩემს ზურგს უკან რამდენიმე სანტიმეტრში. უცებ კისერზე ცხელი სუნთქა და სველი ენის ღვიძლებზე კაცონის ხმა გავიგე. სუნთქა კიდევ უფრო გამიჭირდა, რადგან შიში მახრჩობდა. ღორს აჭმევ რა? ჩამჩოჩულა რაღაცა მყურში. ვიგრძენი როგორ მომედო რაღაცა კეფაზე და ვცდილობდი არ მეფიქრა რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. ეს რაღაც სველი და ლორწოვანი იყო და ჩაცინება გავიგონე. ის მშიერი ღორია, იზრუნე რომ კარგად აჭამო. ჩამჩოჩულა არსებამ დაბალი ხმენწიანი და აქამდე არასდროს მოსმენილი ხმით. გრგვინისა და კვნესის ერთგვარ ნაზავს გავდა, რომელიც ერთმანეთში ირეოდნენ სიტყვების წარმოსაქმნად. ჩემ დასაბედნიეროდ გავიგე როგორ გაბრუნდა იქით, საიდანაც მოვიდა და დენის უკან მიყოლაზე კონცენტრირდი. სანამ მივდიოდით, ჩუმად იყო. აერში ცვლილებებს ვგრძნობდი. მძიმე სიცხემ უფრო გრილ, თითქმის სასიამოვნო ტემპერატურას დაუთმო ადგილი, მაგრამ კლება განაგრძო, მალე სიცივისგან ძლიერი კანკალი ამივარდა. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ სახეზე ნიავი მელამუნებოდა. თითქოს გარეთ ვიყავი. ხმა არ გამიგია, რომ დენის რაიმე კარი გაეღოს, მაგრამ ამ ადგილას არაფერი იყო ბუნებრივი. თითქოს რეალობა ბორუსში იყო გახვეული და საკუთარ თავში იშლებოდა, როგორც კინოფირის გრაგნილი დნობისას. თუცებ ძლიერმა სიცხემ დამარტყა. შევწვი და ხარბად ჩავისუნთქე. ფეხები ერთმანეთს ედებოდა, როცა რელიეფი შეიცვალა და უცებ ავღმოჩნდი თითქოს თბილ რკინაზე. ყურები ამომივსო გახურებული ღუმილების ხმამ და მომუშავე მექანიზმების ხრიალმა. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ გრძნობდი, რომ თავზე უსასრულო სივრცე გადამეფარა.
ნესტოები ფერფლის სუნით ამევსო. ენაზე კი მიწის და ჭუჭყის გემა ვიგრძენი. ზურგზე კი უკვე ცივმა უფლმა დამასხა. უცებ დენის დავეჯახებ, როცა ის უეცრად შეჩერდა. სწრაფად რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და ჩაბურტყუნებით ბოდიში მოუხადე. ჩვენ წინ რაღაც მოძრაობდა. ჩაჭვების შრიალი და იატაკზე უცნაური ლითონის კაკუნის ხმა გავიგე. კიდევ რაღაც ხრინავდა და შემდეგ ოთახი უზარმაზარი ღორის წივილით აივსო. ყურები დავიხშე. თავი წივილის გაგონებისას რამის გამისკდა. ტუჩები მოუკუმშე, როცა ხმა ლითონზე აისახა და ბღვერისა და ღრუტუნის ხმებში გადაიზარდა. ის აბსოლუტურად გიგანტურად ჟღერდა. კიდევ ერთი მოვიყვანე. გამოაცხადა დენიმ, რომლის ხმაშიც პატივისცემის მსუბუქი ელფერი იგრძნობოდა. მას უნდა რომ აჭამოს ღორს. ველოდი, ვნატრობდი რაიმე პასუხის გაგებას. თვალებზე შემოხვეულ ნაჭერს კი სიბნელის დილეგში ვყავდი დამწყდეული. მივხვდი რომ მუხლები მიკანკალებდა და ზურგზე სიცივის ოფლი მასხავდა. ძალიან შეშინებული ვიყავი. თუ ესაა შენი სურვილი, თქვა დენიმ და ვიგრძენი როგორ დახარა თავი ჩემი ხელის დაბლა. როგორც ჩანს ახლახანს რაღაც უხილავი საუბარი შედგა. დენიმ მაჯეში ჩამოვლო ხელი და წინ გამწია. მივახლოვდი ღორს. მიბრძანა მან. მთელი სხეული მიკანკალებდა და მუხლები გამექვავდა. ხედულობა წართმეულმა ხელები აუღმართეს აორიენტაციოდ. სიცხე და ფერფლი მაბრუებდა. მეგონა გული ამერეოდა, მუცელი მკვდარი ზღვის მსგავსად მიმბრუნავდა. არ ვიცოდი სად ვიყავი, ან რა საშინელება მელოდა წინ. თავს დაკარგულად და უმწეოდ უგრძნობდი. ცარემლები წამსკდა, რომელთაც სახეზე შემოხვეული ნაჭერი იჟღენთებოდა. გთხოვ, შევევედრე. მომეცი უფლება გამოვიხედო. დენი უცებ ჩემს უკან აღმოჩნდა და წინ მიბიძგა. ის ჩემს ხელებს რაღაცისკენ გაუძღვა, როცა ერთდროულად ვდგავდით ნაბიჯს. სახეზე შემოხვეული ნაჭერს მეუხედავად მაინც შევძელი დამენახა, როგორ გადაეფარა წინაღმართული სიბნელის გიგანტური მასა ჩემს თვალთა ხედვას. ის ახლა გამუქებულ ტილოზე დიდი შავი ლაქა იყო. ინსვლასთან ერთად უცებ საშინელმა სუნმა შემემყრო, რომელმაც რამის გული ამერია. სახე გავატრიალე. დენიმ უფრო მაგრად ჩამჭიდა და წინსვლის გაგრძელება მაიძულა. პირდაპირ ჩემ წინ რაღაცას ვგრძნობდი. ოცხალ, მოძრავ ხორცის მასას, სუნის საზიზღარდონემდე გაძლიერდა და ისევ გულის რევის შეგრძნებამ შემემყრო. შემდეგ კი სახეზე ცხელი ჰაერი შემომებრქვა. სიცხის აფეთქებები, რომელიც მოკლე, განმეორებადი ტალღებით მოდიოდა. საბოლოოდ გული ამერია და შიგნაჭერში ვაღებინე. სუნის წყარო კი ის ცხელი ჰაერი იყო. ვიხრჩობოდი, როცა ნაღველი ქსოვილზე გადმოვიდა, რომელიც ბოლომდე გაჟღინდა და სუნთქვის საშუალება წამერთვა. დენიმ ხელი გამარტყა და რამდენიმე წამი დამჭირდა, რომ სული მომეთქვა. ახლა უკვე ვტიროდი. შიშსა და უბედურებას ჩემი ნებისყოფა დაემსხვრია. სველ ნაჭერს საზიზღარი სუნი ასდიოდა. ყოველი ჩასუნთქვა სველი იყო. საკუთარი კუჭის მჟავა მიფარავდა კანს და ლოცულობდი, რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო. და ამ დროს რაღაცამ ჩემ წინ დაიწივლა. ვიგრძენი როგორ ჩავიფსი, ღორის წინ ვიდექი. ის იყო სიბნელის წყარო ჩემს დაბინდულ ხედვაში. სუქანი, გიგანტური არსება, რომელიც ყველა ჩემს შეგრძნებას აბუჟებდა ყოველი ახალი ცხელი ამოსუნთქვით. დენიმ მაღლა ამაწევინა ხელები და უცებ ღორის დინგს შევეხე. მაშინვე უკან გახტო მავცადე, მაგრამ დენიმ ხელები ისევ დამაბრუნებინა. მისი ბეწვი მაგარი და უხეში იყო და როდესაც ჩემი აკანკალებული ხელები მის ცხვირს ავაყოლე, ცხოველის ზომა ჩემთვის ნათელი გახდა. ის გიგანტური იყო და ტონაზე მეტ სიწონიდა. მისი ხორცი ჩემი უფლიანი ხელების ქვეშ ირხეოდა. მან ოდნავ დააღო პირი. ჩემი თითების სამზარეულოს დანების ზომის კბილებს შემოეჭვდა და მივხვდი, რომ მისი პირი დიდი გამოქვაბულივით იყო. ღორმა დაიწევლა და მიწაზე მისი ჩლიქების დგაფუნის ხმა გავიგე. ეს შუა ზაფხულს ღია ველზე გავარდნილ ჭექაქუ ხილს გავდა. ო, ეს ნაჭერი მომხსენი. შევევედრე, თან ფეხები მეკეცებოდა. დენიმ რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და მის ხმაში მოწიწება ვიგრძენი. დამეჯერე, ამის გაკეთება არ გინდა. შევხვდი, როდესაც ღორმა ცხვირით მიჟიგა. ხორცის სველი წრე მთელ სახეზე მიმეკრო. შემზარა. ხელები ავწია და შიშის გმინმა აღმომხდა. აჭამე ღორს. მიბრძანა დენიმ, რომლის ხმაც ახლა მტკიცე ფოლოს გავდა. არჩევანი გააკეთე. ახლა კი ამით იცხოვრე. ეს შენი ერთადერთი შანსია უკან დასაბრუნებლად. ან ღორს არ მოეწონება შენი გემო და ჯოჯოხეთში გაგგზავნის. ამის გასაკებად კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს.
ნარწყევით გაჟღენთილ ნაჭერში თვალები გამიფართოვდა. არ მოიწონება ჩემი გემო? პირში შეძვერი. კიდევ ერთხელ გამეპარა და ვიგრძენი როგორ ჩამომდიოდა თბილი შარდი ფეხზე. არ შენ არ გულისხმობ. დენის ხმა უფრო გამტკიცდა. შეძვერი მის პირში და ხოხვა იქამდე არ შეწყვიტო სანამ ბოლომდე არ მოგივლის. გთხოვ. ბარბაცით შევევედრე. დენის ხმის მიმართულებისკენ ვიხედებოდი და ხელებს ბრმად ვიწვდიდი. გთხოვ, სხვა გზა უნდა იყოს. ნუ მაიძულებ ამის გაკეთებას. წყლინტებისა და ცრემლების გროვა ვიყავი. სიტყვები თოთო ბავშვით ბლუყუნით ამომდიოდა. დენი მძინ წამოიწია და ისევ ღორისკენ შემატრიალა. გააკეთე, რასაც გეუბნები. შენ უკვე გააკეთე არჩევანი. ყველაფერი მალე დასრულდება. ეს შენი ერთადერთი შანსია. უზნავდი როგორ მას უმტკებდა ღორის სახეზე. მისი დრუნჩი კი ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში იყო. წამოსულმა სუნმა და სიცხემ ისევ გულის რევისკენ მიფიძგა, მაგრამ თავი შევიკავე. ეს სიგიჟე იყო. არ არსებობდა რომ ეს მართლა ხდებოდა. ჩემი გონება ციბრუტივით ბრუნოდა. აოსსა და შიშში რომელმაც მოიცვა. სხვა გზა უნდა ყოფილიყო. ამას ვერ გავაკეთებდი. ძებ გამახსენდა ქალის სიტყვები. ზოგჯერ შიში დაძლევა უკეთესია ვიდრე მარადიული ტანჯვა. იყავი მამაცი. ეს იყო ჩემი ერთადერთი შანსი ცოცხალთა სამყაროში დასაბრუნებლად. თავის მოკლედ საშინელი შეცდომა დაუშვი. რომ შემძლებოდა დაბრუნება და ჩემი ცხოვრების შეცვლა, მაშინ აქ მარადისობას აღარ გავატარებდი. შემეძლო ჩემი ცხოვრების გზა შემეცვალა სხვაგან ადგილის მოსაპოვებლად. სადმე ღორისგან შორს. მაგრამ რა მოხდებოდა თუ გადაწყვეტდა ჩემს ჯოჯოხეთში გაშვებას? კიდევ რამდენ ტანჯვას გავუძლებდი? შანსი უნდა გამომეყენებინა. გთხოვ, ღმერთო. ჩავიჩურჩულე და ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი. თუ ჩემს ხმას ისმე. გთხოვ, შემიწყნარე. აკანკალებული ხელები ღორისკენ გავეშვირე და მის სქელ ჯაგარს ჩავეჭიდე. ვიგრძენი, როგორ დახარა თავი ნელა და გააღო პირი. მე მელოდებოდა. მისი სქელი, ცხელი სუნთქვა კი ნესტოებს მიწვავდა. სულ ეს იყო. უკან დასახევი გზა აღარ იყო. ნელა ჩავეჭიდე მის კბილებს და თავი მისი ყბებისკენ გავქაჩე. თავი დახრილი ჰქონდა, ამიტომ მაშინვე 45 გრადუსიანი კუთხით მუცელზე დავეცი. მისი სველი ენა ჩემს ქვეშ იკლაკნებოდა. ისევ კანკალებდი, რომ სუნთქვაც კი მიჭირდა. ცრემლებმა გამიჟღინთა თვალსახვევი. გული ნეკნებს ასკდებოდა. ნელა გავწიე ხელი წინ და კიდევ ერთი კბილი ვიპოვე, რომ ჩავჭიდებოდი. კბილების კაცკაცით სხეული მუხლებამდე შევზიდე წინ. ღორმა თავი ასწია და მეც უცებ სრულიად ჰორიზონტალურად ბეგდე მის ენაზე. ნერწყვი და ლორწო ჩემ გარშემო ჩამოდიოდა და ისეთი სიცხე იყო, რომ კინაღამ გული წამევიდა. ჩემი მუხლები მის წინა კბილებს ეკაკუნებოდა, როცა კიდევ უფრო ღრმად შევზიდე საკუთარი თავი. მისი ლოყები გარშემო გაჟღენთილი ხორციანი კუბოსავით მეკრობოდა. დირებული, შეშინებული, ენ ვეწვდიდი ხელს, რომ მეტი კბილები მეპოვა. პროგრამად შევძვერი მის პირში და ვიგრძენი როგორ გასცდა ჩემი ფეხები მის ტუჩებს. მთელი სხეული ლორწოთი მქონდა დაფარული და მთელი გულით გაუჩერებლად მოვთქვავდი, როცა კიდევ ერთი კბილი საპონელად ვიწვდიდი ხელს. და სწორედ მაშინ დაიწყო ღორმა ჩემი ღეჭვა. სული შემზარავი ეგონიისგან ვღრიალებდი, როცა მთელ სხეულზე მისი უზარმაზარი კბილები ნელა მაწვებოდა. ვიგრძენი როგორ გადატყდა ჩემი ფეხები და როგორ ამოვარდა სველი ძვლები ჩემი კანიდან. სხეულ შოკისგან სპაზმები ჰქონდა და არანორმალურად მაკანკალებდა. სისხლისა და ტკივილის მორევში ვიხრჩობოდი. მისი ენა პირში მატრიალებდა და ვიგრძენი როგორ ჩამკბიჩა მხრის ადგილას. თვალების ბუდეებიდან ამოწევა ვიგრძენი, როცა ვყმუოდი. ცხელი სვეტი ამსხრევდა და ახრამუნებდა ჩემს ლავიწის ძვალს. საშინლად ვაღებინე, თავს ვერ ვაკონტროლებდი. ტკივილი აუტანელი იყო. გააგრძელე ხოხვა, უყვიროდი. სისხლით სავსე თვალები უკონტროლად ბრუნავდა. ელი რომელიც ისე მთელი მქონდა წინ გავწიე, ახალი სველი კბილი საპონელად. ვილებს ვაჭრიალები და სისხლის შეხებად იბრძოდა. თითები რაღაც მყარს შემოეხვია. ღორმა ისევ ჩამკბიჩა. ენით მაბრუნებდა, რომ მისი საღეჭი კბილებით მუხლები დაემტრია. კივილმა სიბნელე მოიტანა, მაგრამ ჩემმა გამხეცებულმა ყვირილმა თვალებს დახუჭოს უფლება არ მისცა. უფალო დაასრულე ეს ყველაფერი. დავიყვირე. ჩემს აკანკალებულ ხილს კი ჩემს წინ მყოფ კბილებზე უჭერდი.
გიხვეწები დაასრულე ეს ყველაფერი. ელებს იმდენად ძლიერად ვაჭერდი ერთმანეთს, რომ ვიგრძენი როგორ დაიბზარდნენ. ყვიროდი და თან ნელ-ნელა ჩემს ხილს კიდევ უფრო ღრმად ვწევდი პირში. რაღაც იცვლებოდა. მისი ყელის სქელი კედლები მჭიდროდ მომეჭირა თავზე და მივხვდი, რომ თითქმის სამშვიდობას გასული ვიყავი. მიდი შენენა მოთხნულო, მიდი! ვებედრებოდი. ხმისი ოგები მეხლიჩებოდა. წინ ხელი გავწია და ხორცის სქელნაჭერს ჩავეჭიდე. მეგონა თავი მეხლიჩებოდა და ღორმა ისევ ჩამკბიჩა. ღრმად ჩავისუნთქე და პირიდან სისხლმა ძლიერი წითელი ნაკადით ამოხეთქა. მან მუცელი გამიხვრიტა და შიგნეულობა გაბერილი ლაფშსავით გამინადგურა. სიბნელე მომიცვა და იმდენად შოკში ვიყავი, რომ ყვირილიც კი აღარ შემეძლო. ბოლო ძალებით სწორედ მაშინ, როცა სიბნელემ წამიყო, ბოლოჯერ გავიწიე წინ და ვიგზენი როგორ ჩავცურდი მის ყელში. სიბნელე, ვარდნა, ყვირილი, ყვიროდი, სიმხურვალე. ისეთი მწველი სიმხურვალე მეგონა გავდნებოდი. ხმაური. რაღაც ლითონზე ბრახუნობდა. ფერები და გამოსახულებები ისევ სწრაფად მიფრინავდნენ თვალწინ. მხოლოდ მათ კონტურს ვარჩევდი. თვალებში სისხლი მეღურებოდა. მეგონა რომ ვარდნა არასდროს დასრულდებოდა. უცებ თვალები გავახილე და ვარდნაში ვიყავი. სუნთქვის საშუალება დამიბრუნდა. ფილტვებში კი სისუფთავის დიდი ტალღასავით ჩამივარდა ჰაერი. სახეხის იატაკს დავანარცხე და წამოვიყვირე. როცა ვიგრძენი, რომ ცხვირი გავიტეხე. სისხლის გემო ვიგრძენი და თვალწინ ვარსკვლავები ამიციმციმდა. ვარდნა დასრულდა. ელის გარშემო აალებული ცეცხლის რგოლი მქონდა და წარმოუდგენლად მწყუროდა. იატაკზე ვიწექი. თვალები ნელა გავახილე და სიბნელემ ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო. როგორც დილის ნისლმა მწყუნვარე მზის ქვეშ. ფერები ერთმანეთში ირეოდა. ფორმები კი ნელ-ნელა გამოიკვეთა. ჩემს საკუჭნაოში ვიყავი. ელები კისრის გარშემო შემოვიხვიე და სიმხურვალის წყაროს ჩავეჭიდე. ეს ის თოკი იყო, რომელთაც თავი ჩამოვიხვჭა. მაგრამ ახლა ის გაწყვეტილი იყო. სიკვდილის საცეცებისგან მიხსნა. ამოსუნთქვა, რომ ყველაფერი დასრულდა მადლიერების უზარმაზარ ტალღებად გადამევლო. იატაკზე მოვიკუმდე და ავქვითინდი. ცრემლები ჭუჭყიანი იატაკს ეცემოდნენ. სხეული მიკანკალებდა, რაც მთავარია მთელი იყო. ღნაოდი, ჩემი აკანკალებული თუჩები სველად და ხრინწიანად მოთქვამდნენ. შემიწყალეს. ისევ ცოცხალი ვიყავი. იატაკზე მწოლიარე მთვალები ზევით ავაპყარი და ხრინწიანი ხმით ვთქვი. მადლობა ღმერთო, მადლობა. ლაუკონტროლო ტერილი ამევარდა. გბირდები ცხოვრებას უაზროდ აღარ გავახარჯა. გბირდები ყველაფერს სწორად გავაკეთებ, ყველაფერს გამოვასწორებ. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ესე, სანამ წამოვდგებოდი. დრო თითქოს უსასრულოდ გაიწელა. გონებას არ სურდა იმ ყველაფრის გახსენება, იმ საშინელებების თავიდან გამოვლა, რომელმაც გამანადგურა. იმ ყველაფრის რისი მოწმეც ახალ-ახალს გავხდი. მაგრამ ვიცოდი, რომ ყველაფერს ვიყონებდი, რათა ჩემი ცხოვრებით მაქსიმალურად დამტკვარიყავი. ვაპირებდი, ყოველი დღე ბოლომდე გამომეყენებინა. საკუთარ თავს სხვების დახმარებას მიუძღვნიდი მძიმე ჟამს. შევეხმიანებოდი, რაც შეიძლება მეტ სუიციდალურად განწყობილ ადამიანს და ვცდიდი, გადამერჩინა ისინი იმ საშინელებისგან, რომელიც მათ მეორე მხარეს ელოდათ. არ მინდოდა, რომ კიდევ ვინმე გამხდარიყო თვითმკვლელობის საშინელების მოწმე. არ მინდოდა, რომ კიდევ ვინმე გამხდარიყო ვალდებული ეჭმია ღორისთვის. და ისიც ლეგენდარული აჭამე ღორს. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ბევრი ვოისი იყო, ეს ვთქვათ, ბევრი სხვადასხვა ხმა და იმედი მაქვს, რომ გამომივიდა და ძალიან საშინელება არ იქნება და მეტნაკლებად მივამგვანე იმ ტიპაჟებს, ეს ვთქვათ, რაც იყო ისტორიაში აღწერილი. პირველ რიგში ამის იმედი მაქვს, რომ ძალიან ცუდი არ იქნება და ყურებს არ მოგჭრით. ეხლა კიდე ისტორიასაც შეეხება. ძალიან ძლიერი ისტორია არის. თუნდაც იმ დეტალებით, რაც არის წარმოდგენილი იმ საშინელებებით, რაც ხდება, ეს ვთქვათ, ამ შავ ფერმაში. თავიდანვე ის დეტალები, რასაც გაწვდის ავტორი, როგორ აქვს ჩახლეჭილი ხმა, როგორ ეწვის ყელი და თავიდან რო ასე არ ახარო რეალურად ვისზე არის ისტორია, რატომ არის ისტორია, რატომ არის ამ ადგილას. ან ეს ყელი რატო დგევა, ხმა რატო აქვს ჩახლეჭილი. და მე ნელ-ნელა რო იკვრება ისტორია, რომ ტიპმა თავი ჩამოიხრჩო თავის რაღაც საკუჭნაოში, იმიტომ რომ რაღაც სამსხურდან გამოუშვეს, ცოლი ღალატობდა და ავტომატურად გაფიქრებს ყველაფერზე, რაც იცი იმ ცხოვრებაზე.
ავტომატურად გაფიქრებს იმ მომენტებზე, როცა შეიძლება შენც გიფიქრია იმაზე, რომ რაღაც საკუთარი სიცოცხლე მოგესწრაფებინა. ასევე ძალიან მაგარი მომენტი არის, აი პირველი ეს თქვა ინტერაქცია რაც აქვს ამ ეს თქვა ამ თავარ პერსონაჟს ამ გარემოსთან არის ის, რომ რაღაც საყვარელი რა პატარა ბავშვი შემოდის, რომელიც ეუბნება, რომ შენ ძალიან დააშავე. ანუ აი ძალიან კაია და მე ვიღაც დიდი თოფიანი ტიპი შემოდის, რომელსაც ლულა გადაჭრილი და ბავშვს ტვინს ასხმევინებს ამ როჟის წინ. ანუ რამხელა შოკი არის, ანუ აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ იყოთ სადღაც სკამზე მიჯოჭვული, რაღაც ბნელ ოთახში. და შემოდის ბავშვი და მე ვიღაც დიდი მოზვინული მახინჯი კაცი შემოდის, რომელიც მიდის და ამ ბავშვს ტვინს ასხმევინებს. და მე მიყავს თვითონ პერსონაჟი დენი, ძალიან კაი პერსონაჟი არის, ეგრეთ წოდებული ნომერი 2. ყველაზე მეტად პირველად რომ მოვისმინე ისტორია, მომეწონა როგორ ეუბნება, რომ მეც მქონდა შენაირად შანსი, მაგრამ სხვანაირად ავირჩიეო. და მე უკვე ღორთან რომ მიიყვანს და უკვე რომ უთხრას რომ შეძვერი პირში და რაღაც უნდა შეგჭამოს, მაგ მომენტში როგორ ზნობს ეს მთავარი პერსონაჟი დენისგან რაღაც ელემენტარულ პატივისცემას და სიმპათიას რომ მისგან განსხვავებით მან რაღაც სიმამაცე გამოიჩინა, ну იმ ქალის დახმარებითაც, იმიტომ რომ ის ქალი რო არავინ იცის რა მოხდებოდა ამ ადამიანის თავში. მაგრამ ამის და მიუხედავად რომ გამოიჩინა სიმამაცე, რომ გაერისკა, რომ ან ჯოჯოხეთში წასულიყო, ან შეიძლებოდა გადარჩენილიყო და მან ეს შანსი ბოლომდე გამოიყენა. და ეგ კარგი მაგალითია იმის, რომ ერთხელ ცხოვრობ, ფუჭად არ უნდა დახარჯო, ყველა შანსი უნდა გამოიყენო, რაც კი მოგეცემა ცხოვრებაში. ფუჭად არ უნდა გახარჯო შენი ცხოვრება, ყოველი დღით უნდა იცხოვრო მაქსიმალურად ისე, რომ როცა მოვა შენი წასვლის დრო, სანნებელი არაფერი არ გქონდეს. იმიტომ რომ არავინ იცის როდის მოგიწევს წასვლა. შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, შეიძლება რა ვიცი 80 წლის მერე, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი. რეალურად რო თავფიქრდე, 80 წლის მერე წახვალ თუ ხვალ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არც ერთი იცი და არც მეორე. ვარ იცი ხვალ კვდებით 80 წლის მერე. მაგიტომ თვითონ ეს იდეა რომ იცხოვრე ყოველი დღე მაქსიმალურად ძალიან ისეთი ფუნდამენტალური ყველა ადამიანის. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს. და იმის და მიუხედავად თუ რამდენად აღფრთოვანებული ხარ ან არ ხარ იმით რომ ამ სამყაროში მოხვდი და ეს თქვა სიცოცხლის საჩუქარი გერგუნა, რადგან გერგუნა, მოდი ბარემ მაქსიმალურად გაწურე. იმიტომ რომ არავინ იცის მეორე მხარეს საკელოდება. შეიძლება ჯოჯოხეთი, შეიძლება 64, შეიძლება არც არაფერი. ან შეიძლება შავი ფერმა, სადაც ორი გელოდე. დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ და დიდი იმედი მაქვს რომ კარგად შევასრულე. რა ვიცი, სხვა რაღა დამჩენია რომ დავამატო. რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, გაზიარება მეგობრებისთვის. ვისაც ფიქრობთ რომ მოეწონება მსგავსი ისტორია, დაწერეთ კომენტარი როგორ შეაფასებდით ამ ისტორიას, რა დეტალები მოგეწონათ, ან ჩემი ისე ვთქვათ რამოდენიმე ხმოვანი გახმოვანება როგორ მოგეწონათ. ნებისმიერი რამე დაწერეთ, არ აქვს მნიშვნელობა ინტერაქციისთვის. ყველაფერს დაუთმობ ერთნაირ ყურადღებას. საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ არხი და რა თქმა უნდა, შევხვდებით შიშის არქივის მომავალ ეპიზოდში. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე. აბა ჰეთ.